სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ბორტზე მყოფი ორი ქართველი მეზღვაური ზაზა კეკელიძე და იმედა ქობულაძე უკვე სამშობლოში არიან. ისინი სოჭიდან ბათუმში 7 საათზე ჩამოვიდნენ. მეზღვაურები პირველად დაკარგული როლანდ ბერიძის ოჯახში მივიდნენ და ოჯახის წევრებს აცნობეს თუ სად ნახეს ბოლოს როლანდ ბერიძე. მეზღვაურები აცხადებენ, რომ მან შტორმის დროს საზღვაო სამშობლო კოსტიუმი ჩაიცვა და გემიდან ზღვაში გადახტა. ამის შემდეგ მათ იგი აღარ უნახავთ, როგორც კეკელიძე და ქობულაძე ყვებიან. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ორად გაყოფილ გემზე დარჩნენ, მისი ერთი ნაწილი დინებამ ნაპირზე გამორიყა. სამშობლოში დაბრუნებულმა ორმა მეზღვაურმა მკურნალობის კურსი სოჭის საავადმყოფოში გაიარა. კლინიკაში ბერიძის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავმა მშრალმა ტვირთმზიდმა მესეცკაშმა კატასტროფა სოჭის სანაპიროსთან 13 თებერვალს განიცადა. ადიოდა ხელის სიმაღლე დაეცა გემს ზევიდან. გემი არის სლავუტიჩის ტიპი, რომელსაც დრუმების სახურავი არ აქვს. ლოდებით დატვირთული, შემდეგ წყლის სიმძიმემაც შუაში გადადეხა. ეგ მოხდა დაახლოებით დილის 5:09. ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდით, რომ თავის მეგობარიც იყოს თავის გვერდით, რომ ძალიან განიცდის ეთყობა მასაც.